საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობა 10 თეთრით ზვირდება. სატრანსპორტო მგზავრობის გაზრდილი ტარიფი 7 აპრილიდან ამოქმედდება. აღნიშნული საკითხი საკრებულოს ხდომაზე განიხილეს ქალაქის მერის თქმით, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ცვლილება. ნახეთ სხვა ქალაქებშიც რა უჯდებათ ერთი მგზავრის გადაყვანა. ნახეთ რამდენი მგზავრი გადაყავს საშუალოდ თითო ტრანსპორტს. ნახეთ რა გრაფიკი აქვს გეგმები და ნახეთ რა საძვალს და რა ცვეთას მოიხმარს ეს ყველაფერი. მინდა გითხრათ, რომ ავტობუსების შემთხვევაში ძალიან ცუდად იყო მდგომარეობა, რომ იმ გრაფიკით რა გრაფიკით რეალურად მართლდებთ და რეალურად უნდა ის გრაფიკი შეასრულონ, რასაც არ ასრულებდნენ და შეუძლია თვითონ დამეთახო, რომ ბადერის გასული აქვს, მაგრამ ახალი კონკურსის გამოცხადებას აზრი არ აქვს. 30-ზე არავინ არ შემოვიდა და რეალურად ერთადერთი გამოსავალი იყო ფასის მატება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიანად გაჩერდებოდა ეს, რომ ავტობუსები ძალიანად გაჩერდებოდა, იმიტომ რომ ტრანსპორტის საფასურის ფასის მატების საკითხი საკრებულოს ხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ქალაქის მერს შოთა მურღულიასა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს გია უკლებას შორის. საკითხის ხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ტრანსპორტის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილებას მხარი ნატო ქათამაძემ და ლეიბორისტმა სამსონ გუგავამ არ დაუჭირეს. გიაუკლებამ კი თავი შეიკავა. სამსონ გუგავამ ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა შესთავაზა, თუ როგორ არ უნდა გაძვირდეს საქალაქო ტრანსპორტი. ისეთი ხარჯები, რომელიც არ არის საცოცხლო მნიშვნელობის და მე მაგალითისთვის მოვიყვანე, რომ განსაზღვრული იყო 600,000 ლარი პირობითად სკეიტბორდის მოსაწყობად. შესაბამისად თუ ამ ტიპის, მე არ ვამბობ კონკრეტულად ამერს, მაგრამ ამ ტიპის ხარჯებს და მოუძებნი და ამას გავგზავნე ბატონ შოთას, თუ ისი ამოღებაა შესაძლებელი, თუ ასეთი აუცილებელია. ერთი საექსპერტო დასკვნები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელიც ჩვენ დაგვარწმუნებდა, რომ ტარიფის გაზდა არის გარდაუვალი, ხოლო ამის შემდეგ თუ გარდაუვალი იქნებოდა ტარიფის გაზდა, მე ვფიქრობ, რომ არ არის გარდაუვალი ტარიფის გაზდა, რადგან ეს ტარიფი ზუსტადაც გაანგარიშებულია 2 ლარი, როდესაც ღირდა საწვავი, მაშინ არ გაანგარიშია. თუ ასე იქნებოდა, მაშინ იძულებული იქნებოდა თვითმმართველობა მოეძებნა სხვა ხარჯები და შესაბამისად იმ ხარჯებით დოტაციაზე გაეშვა. ქუთაისის მერმა ასევე განაცხადა, რომ 12,500 სოციალურად დაუცველ ოჯახს ტარიფი არ გაეზრდება. სოციალურად დაუცველების შეღავად 300,000 ლარი ჭირდება. ამიტომ წელს მათთვის არსებული ტარიფის შენარჩუნებას გადამზიდები უზრუნველყოფენ. მომავალ ბიუჯეტში კი ამ თანხას მერია განსაზღვრავს. 12,500 სოციალურად დაუცველს ტარიფი არ გაეზრდება. განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ. შეგახსენებთ, რომ ტრანსპორტის საფასურის გაძვირებას წინ 2 დღიანი მძღოლების გაწფიცვა უძღოდა. რის შედეგადაც ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტზე საფასურის გაზრდა არ მოხდება.